ცვლილებები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში დღეიდან არასამთავრობო ორგანიზაციას ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს. თავმჯდომარის თანამდებობაზე უკვე ორჯერ არჩეული კახა კოჟორიძე კი სავარაუდოდ კერძო საადვოკატო საქმიანობით დაკავდება. საიას უკვე ყოფილ საპარლამენტო მდივანს ახალი პოსტი წინამორბედმა თავად გადააბარა. იმ გეგმებს შორის კი, რომლითაც ნაცვლიშვილი ახალ პოსტზე მიდის, ერთ-ერთი მთავარი პროკურატურაში დაანონსებული რეფორმირების პროცესის მონიტორინგია. თამარ გოგესაშვილი შეხვდა ასოციაციის ახალ და ძველ ხელმძღვანელებს. თავარი გამოწვევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უხელმძღვანელოს, როგორც თავად ამბობს, უკვე მიიღო ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანს ანა ნაცვლიშვილს, რიგით მე-11 თავმჯდომარის თანამდებობა გამგეობამ 1 წლის ვადითანდო. წინამორბედმა კი სამუშაო კაბინეტი უკვე დაუთმო. ჩვენთვის პრიორიტეტული წლების განმავლობაში იყო პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნისთვის წარმოადგენს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებზე ზრუნვა. მაქვს უფრო შთამბეჭდავი სივი, ვიდრე მე მქონდა 2 წლის წინ. ანა ნაცვლიშვილი პროფესიით იურისტია, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა. ის დღეს ოფიციალურად უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ წარადგინა. მე ვარ დარწმუნებული, რომ იქნება აბსოლუტურად იმ ღირებულებების, იმ მიდგომების, იმ პრინციპების გამტარებელი, რასაც საია დაფუძნების დღიდან დღემდე ასე შეუპოვრად და ერთგულად ემსახურებოდა. 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ტრადიციას არ დაარღვევდა და მესამე ვადის თავმჯდომარეობაზე უარს იტყოდა, საზოგადოებას დღეს გაანდო ყოფილმა ხელმძღვანელმა. კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ორგანიზაცია მართლმსაჯულების რეფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი მონიტორინგი განახორციელა. ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად კი კამპანიას ეს შენ გეხება ასახელებს. ახალი თავმჯდომარისთვის მთავარ გამოწვევად ანა ნაცვლიშვილის წინამორბედი პროკურატურის რეფორმირების პროცესში მონაწილეობას განიხილავს. ორგანიზაციის ღირებულებები, მიდგომები, იდეალები რჩება უცვლელი. ჩვენ არ ვართ, არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ცვლილებებზე და ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელისუფლება აშავებს. საიაში 8 წლიანი მუშაობის შემდეგ ყოფილი თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, სად გააგრძელებს საქმიანობას. ის გამგეობის წევრად რჩება, თუმცა ორგანიზაციას რამდენიმე კვირაში დატოვებს. შეთავაზებებიდან, რომელზეც კახა კოჟორიძე საუბრობს, უცნობია განიხილება თუ არა მისი წინამორბედის მსგავსად პოლიტიკური საქმიანობა. თამარ ჩუგოშვილი საიადან პრემიერის მრჩევლად წავიდა. პოლიტიკაშია ორგანიზაციის პირველი და ახლა უკვე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. საიადან წასვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და იმერეთის გუბერნატორი იყო ორგანიზაციის მეორე თავმჯდომარე გია გეწაძე. პოლიტიკური საქმიანობა განაგრძო და დღესაც პარლამენტის დეპუტატია, რიგით მე-4 თავმჯდომარე თინათი ხიდაშელი.